ფასი ილია ჭავჭავაძისა მისი მებრძოლის სული მარტო მის მხატვრულ ნაწარმოებებში კი არა, მის სწორუპოვარ პუბლიცისტურ და მეცნიერულ წერილებში ჩანს. ეს წერილებია აი ისტორია და კატკოვის პასუხად. ბრძოლა, მოძრაობა, მხოლოდ მოძრაობა, ჩემო თერგო, მხოლოდ ბრძოლა, როგორმე საქართველოს რუსეთისგან თავდასახსნელად. ეს არის ილია ჭავჭავაძის აფორიზმი. ადრე თუ გვიან ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნეს და მაშინ როცა ჩვენი თავი მოჩვენებითად მაინც ჩვენადვე გვეყუდნეს საქართველოში ისევ იმძლავრებს ურთიერთქიშპობის, ურთიერთშურის, ურთიერთგაუტანლობის სინდრომი და არ გვახსენდება ხოლმე ჩვენი დიდი პაპა მაშინ როდესაც ქართველი ქართველზე მიიწევს გაშმაგებით რაღაც თითქოს და სოფხედველობრივი შეუთავსებლობის გამო და ამ ბრძოლაში ამ ბაგირის გადაკაჩვაში მას თავისი სამშობლო ავიწყდება.